ბეგარა. Autizmis მსოფლიო დღე საქართველოშიც აღინიშნება. ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს დაფინანსებით საქართველოს რეგიონებში ჩატარდება საინფორმაციო კამპანია, რომელშიც ჩართულები არიან აუტიზმის ადგილობრივი თემის წარმომადგენლები, უნივერსიტეტები, სკოლები, ინკლუზიური განათლების გუნდები და სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები. კამპანია ჩატარდა ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით USAID-ის პროექტის კოალიცია აუტიზმისთვის ფარგლებში. საქართველოში 2007-2009 წლებში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ 110 ბავშვიდან ერთს აუტიზმი აქვს. 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. Am ადამიანებს როგორც დღეს მეცნიერები ამბობენ, არ აქვთ უნარი იმ ეგრეთ წოდებული კეთილი ტყუილებისა, რომელსაც ჩვენ კარგად ვფლობთ სოციალურ სივრცეში და კარგად ვიყენებთ მათ ურთიერთობების დასამყარებლად. ამიტომ საზოგადოება უნდა იყოს მზად, რომ აი ამ პატარა შოკებზე არ უპასუხოს რაღაცა უფრო მეტი აგრესიით. წელს გადავწყვეტეთ საქართველოს აუტიზმის ასოციაციამ გავაკეთებინა ინკლუზიური გამოფენა, რაც გულისხმობს როგორც ჩვეულებრივი ხელოვნების ნამუშევრების გამოფენას, აგრეთვე აუტისტური სპექტრის არსებობის მქონე ადამიანების გამოფენაზე.